Una chitarra con una rumbia tarantella e canzone napolitana mi fa ballare. Che passione con l'amore se mandai nel mio cuore e chi scende un luogo male sa da scordare. Perché quando viene la sera si riposa nei pensieri tutto quanto incoppitava la maga. Tutti in piedi, in piedi, in piedi, in piedi, in piedi. 1, 2, 3. ფლორენცია იტალიის ტოსკანის პროვინციის დედაქალაქია. მდინარე არნოს გასწვრივ არის გადაჭიმულის ქალაქი და მდიდარი არის თავისი ისტორიით. ეს ქალაქი უმნიშვნელოვანესი იყო შუა საუკუნეებში და რენესანსის ეპოქაში. ფლორენციას ხშირად მოიხსენიებენ როგორც იტალიური რენესანსის აკვნად. ამ ქალაქში ბევრი ისტორიული პიროვნება დაიბადა და ცხოვრობდა. როგორც არის დანტე, ალიგიერი, ბოკაჩო, ბოტიჩელი, ლეონარდო და ვინჩი, მედიჩები, რაფაელი, მიქელანჯელო, კიაბელი, დონატელო, გალილეო გალილეი. მდინარე არნოზე ბევრი ლამაზი ხიდი გადაჭიმული. ყველაზე საინტერესო არის ეს პონტო ვეგიო. ამ მუძველის ხიდზე აშენებულია მაღაზიები, რომელიც ხიდის გვერდებზეც კი არის გამაგრებული და ხიდი გავს პატარა დასახლებას. ამან შეგიძლიათ შეიცნოთ საიუველირო ნივთები, ხელოვნების ნიმუშები და სუვენირები. Casceveno costruttore, l'avvocato e l'ingegnere, a principesso, regnante o maresciallo. E c'è la letterina, o campione Carolina, o cantante, l'attore, l'attrice per recitare. Questa folla cascevena, perché la gente è sempre all'era, Solamente a cui dovremmo ringraziare. Dedichiamo questa canzone a sti sciurtizzi cantatori. tutto quanto incoppetava l'anima cantare. Tutti insieme! Perché c'è Guido, a tutto il mondo per la gente abbasciata verno come sentito. Perciò amico, mo te lo dico, alza le mani e vieni che poco me faccio io. El fuego! და აი ამ ხიდს რო გადახვალ მდინარე არნოს სამხრეთ ნაპირზე მდებარეობს პალაცო პიტი. 1400 წლებიდან დგას ეს შენობა, როგორც რენესანსის არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუში. მიუხედავად იმისა, რომ ოდესღაც აქ ცხოვრობდნენ იტალიის სამეფო ოჯახის წევრები და ისეთი ძლიერი ოჯახები, როგორც მედიჩები, ამჟამად ეს სასახლე წარმოადგენს ფლორენციის სამუზეუმო კომპლექსს. სასახლის შიგნით არის უამრავი სხვადასხვა გალერეა, რომლებიც შეიცავს რენესანსის ხელოვნების ნიმუშებს, არის იუპიტერის ოთახი, საოცარი ფრესკები და ასევე რაფაელის ცნობილი და სხვა ცნობილი მხატვრების ნამუშევრები, რომლებსაც აი აქ იხილავთ. არის ტიციანი, რუბენსი, კარავაჯო, ვერონეზე. მოკლედ ძალიან საინტერესო შენობა არის და დასათვალიერებელი არის აუცილებლად. Sospira d'amore, piano piano, parole dolci ben innamorate, te voglio bene. ამ პალაცო პიტთან არის დაკავშირებული პოპულის ბაღები, რომელსაც ძალიან ლამაზი ადგილი არის, გასერნება, სიამოვნება. მე-16 საუკუნეში შექმნილი პოპულას ბაღები შეიცავს უამრავ სხვადასხვა განყოფილებას, მათ შორის მთავარი გაზონი, შადრევნებით და ობელისკით. აი ეს არის პოპულას ბაღი. სახლის უკან მდებარეობს, ეს კიბეები ადის. ეს ესეთი პატარა არის, ეს არის ერთი პატარა ნაწილი აი ამ ბაღისა, უზარმაზარი ბაღი არის. დიდი ამ ბაღების შექმნის ეკუთვნის კაზიმო მედიჩის ცოლს. აი ამ ბაღში იმართებოდა თეატრალური წარმოდგენები, აქ იყო დიდი ამფითეატრი, თავსებული
აქ არის ბევრი ბილიკი, საიდუმლო მღვიმეები, თოთოლ მოედანი, სადაც ფლორენციის ულამაზესი ხედი იშლება. ძალიან ლამაზია შიდა დიზაინი ამ შენობის, ბაროკო სტილში არის გაფორმებული დარბაზები, ჭერზე ფრესკებითაა მოხატული. ძალიან ბევრი ფრესკის ავტორი აქ იტალიელი არქიტექტორი და მხატვარი პიეტრო და კორტონა არის. კედლებზე უამრავი ნახატია სხვადასხვა მხატვრების და ამ კოლექციის შეგროვება დაიწყეს მედიჩებმა, სხვათა შორის ის ჩარჩოებით, რომელშიც სურათებია განთავსებული, იმ პერიოდის ნაკეთობა არის ეს ჩარჩოც. გარდა ნახატების აქ თავმოყრილია იმ ძველი პერიოდის ქანდაკებები, ვაზები, აქსესუარები, ავეჯი. აქ არის ნაპოლეონის ვანაცკი. ნაპოლეონი რაღაც პერიოდი ცხოვრობდა ამ სასახლეში. აქ არის რაფაელის 11 ნახატი, ტიციანის 15 ნახატი ამ შენობაში. ოთახები დაყოფილი იყო თემატიკის მიხედვით. მაგალითად ბრძოლის თემების ამსახველი, რევოლუციის, თუ სხვა ომის ამსახველი დარბაზი არის და აქ არის უკანთავსებული ასეთი ბრძოლასთან დაკავშირებული სურათები. იყო ნაპოლეონის ადმინისტრირებული ოთხიანი ოთახი, სადაც მისი სურათები და სხვა აქსესუარები იყო, მისი პირადი ნივთებიც იყო განლაგებული. ესე სულ ოთახებად არის დაყოფილი. ამ ქანდაკებებზე გავგიჟდი, ისეთი ლამაზი ნამუშევრებია, ისეთ ცოცხლად არის შესრულებული ეს ქანდაკებები, რომ თვალს ვერ მოწყვიტავთ, როცა დაინახავთ რეალში, ხო არ ვიცი რამდენად გამოჩნდება ის იმაგათი ის ბიჭუნა გავგიჟდეს, რომ დავინახე, რა ცოცხალი არის მოძრაობაში. საყვარელი ნამუშევარი არის. ახლა დაატკბეთ დანარჩენი უყურებთ და ისე ამბობთ. Tu che mi bevi nel caffè, tu in ogni uomo vedi me, tu che mi porti via con te, tu che mi pensi in ogni via, a casa, a scuola, in filologia, tu che non puoi restare sola, tu che telefono ogni ora e poi non dici una parola. Innamorata, 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 innamorata. Io che ero il primo in compagnia e la più bella era mia, dicevo donna tu sei mia, è stato un caso pure un gioco e sei arrivata poco a poco, tu con tuo sguardo un po' innocente, tu che mi leggi nella mente, senza di te non sono niente. Innamorato, 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 innamorato. Corse pazze e poi un fiore, poi abbracciarsi in ascensore, aver la casa per 2 ore e poi nascosti anima mia, poter sentire che sei mia, sei bella quando non lo sai,
quando vergogna non ne hai, grazie per quello che mi dai. Innamorati, 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 innamorati. Da ba da ba da, da ba da ba da. Mi dispiace di svegliarti, forse un uomo non sarò, ma ad un tratto so che devo lasciarti, tra un minuto me ne andrò e non dici una parola, sei più piccola che mai, in silenzio morderai le lenzuola, so che non mi perdonerai, mi dispiace, devo andare, il mio posto è là, il mio amore si potrebbe svegliare, chi lo scalderà, strana amica di una sera, io ringrazierò la tua pelle sconosciuta e sincera, ma nella mente tanta voglia di lei. Lei si muove la sua mano, dolcemente cerca me, e nel sonno sta abbracciando pian piano il suo uomo che non c'è. Mi dispiace, devo andare, il mio posto è là, il mio amore si potrebbe svegliare, chi lo scalderà. Nella mente c'è tanta voglia di lei. Chiudo gli occhi un solo istante, la tua porta è chiusa già. Ho capito che cos'era importante
solo istante